მოგესალმებით ობიექტივის ეთერში გადაცემა ინტერაქტივია მე შორენა ჭიაურელი ვარ 557-88-55-88 დაგვიკავშირდებით ჩვენს უცვლელ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე ასე რომ თუ გაქვთ სურვილი მიიღოთ ჩვენს დღევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა მე რა თქმა უნდა აბსოლუტურად ყველა დაინტერესებულ მსმენელს ეს იქნება ტელემაყურებელი თუ რადიო მსმენელი ვინც გვისმენთ რადიო სიხშირე FM 105 და 1 აუცილებლად შემოგიყვანთ პირდაპირ ეთერში და ღიად საჯაროდ მოვისმენთ თქვენს აზრს მე მინდა გითხრათ რომ დღეს ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ გაზრდილ პროცენტებთან დაკავშირებით მათ შორის საბანკო სისტემაზე და კიდევ თუ კონკრეტულად რა რაოდენობა მოგებაზია გასული კონკრეტული ბანკები ისევ და ისევ ხალხის ხარჯზე რა თქმა უნდა ამიტომ ხალხის გაღარიბების ხარჯზე საქართველოში ბანკები მდიდრდებიან და რაში ხედავთ გამოსავალს ამ მიმართულებით მოგვიწევს დღეს ჩვენ აზრის გაცვლა ასე რომ მაყურებელს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ობიექტივის პირდაპირ ეთერში ვისაუბრებთ სწორედ აი ამ საკითხზე კომერციულმა ბანკებმა ფაქტობრივად 1 მილიარდი ლარის ქონება დაისაკუთრეს და ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი ამ დასათაურებით ეს ინფორმაცია არის რა თქმა უნდა გავრცელებული 2025 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და ასევე მიკრობანკების ანგარიშებზე 1 მილიარდი ლარის ღირებულების დასაკუთრებული ქონება ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშებში აღნიშნული და დასაკუთრებული ქონების თითქმის 77% ორ ბანკზე მოდის ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით ტოპ 5 ბანკი ფიგურირებს ეს გახლავთ TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, მათ შორის ბაზის ბანკი, ქართულ ბანკი და ტერა ბანკი. რა თქმა უნდა განსაზღვრულია თუ მათი მოგება კონკრეტულად რა რაოდენობა თანხაზე გადის, თუმცა აქ აღსანიშნავია ერთი ფაქტორი, როგორია მაყურებლის პოზიცია საბანკო სესხებთან დაკავშირებით, საბანკო სესხის პროცენტთან დაკავშირებით და არა მხოლოდ აუცილებლად მინდა შევეხო პენსიონერების სესხის პროცენტს მათ შორის Liberty ბანკი, ეს ბანკი თქვენ ძალიან კარგად იცით და არაერთი შემთხვევა ყოფილა, სადაც მაგალითად ჩვენს პირდაპირ ეთერში მაყურებელს დაურეკავს აღშფოთებული მდგომარეობით და უთქვამს, რომ რამოდენიმე თვით მოუწია იძულების წესით თანხის გამოტანა, ანუ სესხის სახით Liberty ბანკიდან და იმდენად მაღალია ეს პროცენტი გადასახადი, რომ და ძირი იფარება ფაქტობრივად მინიმალური რაოდენობით, რომ თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გადაიხადოს ეს თანხა. რაში ხედავთ გამოსავალს, როგორია ზოგადად თქვენი მიდგომა და დამოკიდებულება სესხებთან დაკავშირებით? ყველა ბანკს, რა თქმა უნდა, მე ახლა ვახსენე TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, ბაზის ბანკი, ქართულ ბანკი, ტერა ბანკი და არა მხოლოდ, რომელსაც ყველას ინდივიდუალური შინაგანი წესი აქვს, რა თქმა უნდა, განსხვავებული შეთავაზება აქვს მომხმარებლისთვის და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ჩვენი ტელემაყურებლისთვის, რომ დღეს ჩვენ საუბრობთ საკითხზე, ხალხის გაღარიბების ხარჯზე საქართველოში ბანკები მდიდრდებიან და რაში ხედავთ გამოსავალს, გვირეკავთ 557 88 88 და ვისმენთ ჩვენი ტელემაყურებლის აზრს. მაშინ როდესაც მაგალითად და ჩვენ შევჯერდით პენსიონერების სესხთან დაკავშირებით ფაქტობრივად 30%-მდეა თუ არ ვცდები, ყოველ შემთხვევაში 25%-ის ზევით სესხზე პროცენტი აღნიშნული, საკმაოდ მაღალი პროცენტია დამითანხმებით და რატომ არის კონკრეტულად აი ასე გათვლილი და განსაზღვრული იმ ადამიანებისთვის, ვინც უშუალოდ სახელმწიფოს მხრიდან შემწეობის სახით იღებს თანხას, თან 1 იანვრიდან 20 ლარით არის მომატებული ეს თანხა, არაფერს არ ნიშნავს დამეთანხმებით და რატომ არის განსაზღვრული მაგალითად ასე. ასე რომ ჩვენ ეს თემები შეგვიძლია ჩავშალოთ განვიხილოთ მათ შორის მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით თემატურად ეს საკითხი, რაში ხედავთ გამოსავალს, კიდევ ერთხელ ამ კითხვით მოგმართავთ. მაყურებელი შემოგვიერთდა ხაზზე, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით და გითმობთ დროს გამარჯობა. შემოგევლე ეთერში ვარ? დიახ, ეთერში ბრძანდებით ისაუბრეთ. ხო, გამარჯობა, საყოველთაო, მე ვარ 73 წლის ქალი. მეუღლე მყავდა ძალიან ძიმე შენი დამოდებული და გამოვიტანე 2 წლის წინ 1200 ისა და დავფარე. როგორც თვითონ მითხრეს ოპერატორმა, შენ ოქტომბერში დაფარეო, მე კიდე გამოვიტანე.
2900 ლარი მოწიწებით გამოვიტანე. მაინე რომ ნახე გამგირდიხი. ესე იგი ის 2900 ლარი არცად არ ფიგურირებს შვილო. და 5000 დამისვეს. კი, ასეა სამწუხაროდ. არა ვარ კომპეტენტური და ეს როგორც ადმა გავარკვიო, არ ვიცი, შემოგევლე. იცით რა არის? 5000-მდე დაგისვეს რას ნიშნავთ? ნახეთ, ამიტომ არის მნიშვნელოვანი და არაერთხელ მოგვისმენია ჩვენ იურისტების მხრიდან რეკომენდაცია, რომ აუცილებლად მაშინ, როდესაც ბანკში რაიმე სახის ხელშეკრულებას აწერთ ხელს, დახედეთ პირობებს და ისე განსაზღვრეთ. გიღირთ თუ არ გიღირთ კონკრეტული თანხის აღება? Code დაიცადოთ. კარგი, დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, გასაგებია სრულიად პოზიცია. 557-85-58, შემდეგ ტელემაყურებელს დავალოდოთ, რომელიც შემოგვერთდება, ხალხის ხარჯზე მდიდრდება, ასე ვთქვათ, არაერთი ბანკი და რაში ხედავთ გამოსავალს, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ და პირდაპირ ეთერში ისაუბროთ. 557-85-58, ველოდებით რა თქმა უნდა მაყურებელს. მანამდე შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია. ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს ბანკია. ეს ინფორმაციისთვის რომ იცოდეთ, რაც 2025 წლის 11 თვეში 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა და ეს თანხა წლიურად 7%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს იკავებს TBC ბანკი 1.1 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად Liberty ბანკია, ეს გახლავთ 115 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებლით გამოირჩევა და ასევე ქართულ ბანკის მოგება, რომელიც 40 მილიონ ლარს შეადგენს, წლიურად 6%-ის კვლევა, ბოდიშით 6%-ის კლება არის აღნიშნული და პროკრედიტ ბანკს 28 მილიონი ლარის მოგება აქვს, რაც წლიურთან ასევე 9%-ით არის შემცირებული. როგორია მაყურებლის აზრი, საუბრობთ საბანკო სესხის პროცენტებთან დაკავშირებით, მათ შორის Liberty ბანკი შეგვიძლია განვიხილოთ, სადაც პენსიონერებს უწევთ ძირითადად სახელმწიფო შემწეობის აღება, მათ აქვთ კონკრეტული შეთავაზებები აი ამ პირების მიმართ და მაღალი პროცენტი, რომელიც არის აღნიშნული სესხში. 557-88-58 მაყურებელს რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ დაგვიკავშირდეთ როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 11 თვეში ქართულმა ბანკებმა 3 მილიარდის მოგება მიიღეს, ბანკების რეიტინგი კი მოგების მიხედვით თუ როგორ გადანაწილდა უკვე გითხარით, ფაქტობრივად პირველ ადგილს საქართველოს ბანკი იკავებს, მეორე ადგილს TBC ბანკი, შემდეგ მოდის Liberty, ბაზის ბანკი, კრედო ბანკი, ქართულ ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ტერა ბანკი, ხალიკ ბანკი და ასე შემდეგ. რაში ხედავთ გამოსავალს, მაშინ როდესაც ბანკები ფაქტობრივად 14 16, 18, 23, 27, 30%-მდე პროცენტს გვიდგენენ იმ ხელშეკრულებაში, რომელსაც ფაქტობრივად იძულებით ვაწერთ ხელს, ხომ? იძულებით მე განმარტავ იმ ნაწილში, რომ ესე იგი გჭირდება იმ მომენტში თანხა და იძულებული ხარ რომ ხელი მოაწერო, ესე რომ ვთქვათ. დიახ. მაყურებელს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გვირეკავთ 557-88-88. როგორ ფიქრობთ, რა ღონისძიება უნდა იქნას უშუალოდ გატარებული, ან კონკრეტულად ხომ არ უნდა იყოს აი ამ ბანკის წარმომადგენლებთან აქტიური მოლაპარაკებები თუ რა თქმა უნდა შედეგზე იქნება გასვლა ორიენტირებული, რაში ხედავთ გამოსავალს, მოვისმენთ აუცილებლად ჩვენი მაყურებლის აზრს. შეგვიძლია ასევე მაგალითის სახით მოვიყვანოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, სადაც
რომ შევადაროთ ის პროცენტები, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობდით, რადიკალურად განსხვავებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ის შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად, რომ პენსიონერებისთვის სახელმწიფო შემწეობა რადიკალურად განსხვავებულია, ანუ განსხვავებულია იმ მხრივ, რომ გაცილებით მეტი სახელმწიფო შემწეობა აქვს პენსიონერისთვის განსაზღვრული სახელმწიფოს. დიახ, მე ვფიქრობ, ჩვენს მაყურებელს აქვს სასაუბრო, ჩვენ კი დრო იმისთვის, რომ თქვენ შემოგვიერთდეთ და პირდაპირ ეთერში ისაუბროთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რაც შეეხება მათი მოგება კიდევ ცალკე საკითხი და ცალკე თემა, რაზეც შეგვიძლია რა თქმა უნდა ვიმსჯელოთ და ასე რომ გელოდებით ხალხის გაღარიბების ხარჯზე საქართველოში ბანკები მდიდრდებიან და რაში ხედავთ გამოსავალს. მე ფაქტობრივად თქვენ შემოგთავაზეთ ის 5 ტოპ ბანკი, რომელიც ესე ვთქვათ ლიდერობს და კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის ქონება დაისაკუთრეს და ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი, სწორედ ამ მიმართულებით ვისაუბრეთ TBC Banks. 422,000 უკაცრავად 422 მილიონ 188,000 ლარი საქართველოს ბანკი გადის ასევე ძალიან მაღალ ციფრებზე ბაზის ბანკი, ქართულ ბანკი და ტერა ბანკი და რის ფონზე გადის აი ასეთ მოგებაზე რა თქმა უნდა ისევ და ისევ ხალხის ჯიბიდან გასული თანხით რომელიც იძულებულია კონკრეტულ შემთხვევაში მაღალ პროცენტში აიღოს სესხი. ობიექტივის პირდაპირ ეთერში. გადაცემა ინტერაქტივია. მე ველოდები, რა თქმა უნდა, ჩვენს ტელემაყურებელს, რომელიც შემოგვიერთდება და ისაუბრებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. გეტყვით ასევე, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2025 წლის მე-4 კვარტალში ბაზარზე სულ 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა. ამასთან 2025 წლის მე-4 კვარტალის მდგომარეობით ProCredit Banks, ასევე Silk Banks, ეს არის Payseras, Hash Banks და PayBank Georgia's ანგარიშებზე დასაკუთრებული ქონება არ ფიქსირდება. ასე ვთქვათ, კონკრეტული სტატისტიკური მონაცემებია აღნიშნული ამ თემასთან მიმართებით. და რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, კი გამოიყურება ასე, კრედო ბანკი ფაქტობრივად 32 მილიონზე მეტი თანხა აღნიშნული, VTB ბანკი 24,000 მილიონზე და კიდევ ზევით და ასე შემდეგ. მაყურებელი შემოგვიერთდა ხაზზე, რაში ხედავთ გამოსავალს, როდესაც ვსაუბრობთ ბანკების აი ამ ხელა რეკორდულ ციფრებზე, კარგით იქნებ დაგვიკავშირდეს მაყურებელი თავიდან, რომ შემოვიყვანოთ პირდაპირ ეთერში, რაში ხედავთ გამოსავალს, როდესაც ვისმენთ ჩვენ და ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოლოსალურად მაღალ მოგებაზე გადიან და ისევ ადამიანის ჯიბეებიდან, ხო? 557 88 88 ჩვენი საკონტაქტო გახლავთ. მაყურებელი ხაზზე შემოგვიერთდა და ამიტომ გითმობთ მაქსიმალურად დროს შეგიძლიათ ისაუბროთ, გამარჯობა. Trebuie să audă diversitate data. Magaz arată iar excelent. Ratom ფიქრობთ? Pensione full. Falsi ureven. Ხელში ფულს პარავ. Pensias. Tu ai გასწდი შესწიარიჯე ეთქი ორჯერ გადაგახსნილი. როგორ ძინავს მაგას როგორ ძინავს თამე. დიახ, იცით რა უნდა გითხოთ? დიახ, ქალბატონო, მე გითხავთ თუ შეიძლება თუ გისარგებლიათ მაგალითად თქვენ Liberty Bank-ის სესხით უშუალოდ რამოდენიმე თვით ადრე თუ გამოგიტანეთ, ანუ პრაქტიკულად თქვენს მაგალითზე თუ შეგიძლიათ გაგვიზიაროთ. ეს მაგალითზე გამომიტანია ის რომ არის რომ დირიგვარი ფარებალა ქვია ვაუდაუტი რაღაცა ქვია მაგას. ხო, დირიგვარი ფარება პედაგოგია. მიქონდა ჯერ 18 წელს გამოვიტანე 18 წელს. 23 კანონი გამოვიდა, ვიქომ გამოგაწერენო, არაფერი არ გამომაწერეს. ახალი წელი მოვიდა 23 წელი 2 აპრილს ისევ წაიღეს 200 რაღაცა. წაიღეს 200 ფული. ხო, მე არ წამეღია. მაგერმა მომპარეს. ეგენი არიან ქურდები. პატრონი არ ყავს. თორე მიუჩებული არიან ხალხის კისერზე. რო წარჩონ ფასო და პენსიონერს ლუკობა პენსი.
არ შეერთებათ მაგას. მერჩი არ შეარჩეს მაგას. შემზე რომ გამოცადე, იმიტომ ვამბობ. დააწერო უნდა ქურდები. რომ შეხვალ სალამი ქურდები. გალსტუგიანი ქურდები. მენეჯერიანა, ყველა იკმულება. ახალწელს მომაცეთა 140 ლარი. ეთყობა იმაზე მომაწერინა ხელი და იქ ფული წაიღეს. დიდი ფული წაიღეს. მე უცხალი ეს არ მithოვია. დაიბრუნეთ ეს ფული და სესხი გამოაკელით იმ სესმესკი. არა. აიღე ქალბატონო ახალი წელია. თურმე რა არ მომაწერონ ძნელი სესხი. ეს შემომაცეთ ეს ფული. მომაწყვინეთ და მენეჯერი მეუბნება. ეს არა ვიღე მომაწყვინეთ. მე გენდობით და მე გენდეთ. ხენ მომაწყვინეთ, ხო? კი ბატონო, დიდი მადლობა. ქალბატონო, სრულიად მესმის სწორედ ამ საკითხზე და ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ და თქვენი მაგალითიც როგორც ამბობთ 2019 წელს მოგიწიათ თანხის ასე ვთქვათ, დროებით აღება კონკრეტული ბანკი ლიბერთიდან და თითქმის რამოდენიმე წლის განმავლობაში იხდით, მაგრამ ძირი არ იკლებს, ანუ იმდენად მცირე თანხა მიდის ძირის დაფარვაში, რომ რა თქმა უნდა ეს შემაწუხებელი არ ვიცი, ძალიან რთულია ნამდვილად სრულიად გეთანხმებით. განსაკუთრებულად რომ პენსიონერებისთვის უნდა იყოს ალბათ ცალკე მიდგომა და სხვაგვარად უნდა მსჯელობდეს კონკრეტული ბანკი ამ თემასთან დაკავშირებით. თითქმის 30%-მდე იქნებ შემომეშველოს, დიახ, თუ შეიძლება რომელიმე პირი, რომელიც სარგებლობს აი ამ პენსიის სესხით, მას ეცოდინება აუცილებლად ის პროცენტი რამდენია განსაზღვრული, თუ არ ვცდები 28-30% და გაგვიზიაროთ აზრი. მოგესალმებით. გამარჯობა. პირდაპირ ეთერში ხართ, ჩვენ გელოდებით, შეგიძლიათ დაიწყოთ საუბარი. გამარჯობა. დაუწიეთ ტელევიზორს და ჩვენ გელოდებით, მოგესალმებით. გთხოვთ დაიცადოთ. კარგი, სამწუხაროდ გვიწევს დავამშვიდობოთ მაყურებელს. თუ არის ტექნიკური ხარვეზი, გთხოვთ იქნებ ეს საკითხი მოვაწესრიგოთ, რაც ნაკლებს ავარაუდოა რომ იყოს ტექნიკური ხარვეზი, მაგრამ მაინც ყოველი შემთხვევისთვის მაყურებელი შემოგვერთდა. დიახ, გამარჯობათ. ის ოღონდ როცა იყო ფიარას მომიხოდა ფული. ეხლა დამატებით 6%-ზე 27-ზე უნდა მახსენია. უნდა მახსენია. 70-ზე არ მაგავხები. უშინდის პრეზიდენტი. არის ის ვიდრამ. დახტება თავისუფლებში. ყველაფერი კარგია. მოხდა ბატენ. დიდი მადლობა. პირველში ხალხი გაიწვია. საწოდავი ქონა პენსიონერები, შეჭამეს პენსიონერები. კარგით, მადლობა თქვენს ქალბატონო ზარისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია და საუბრობთ საკითხზე, თქვენი საზრით ხალხის გაღარიბების ხარჯზე საქართველოში ბანკები მდიდრდებიან, ამაზე ვთანხმდებით და რაში ხედავთ გამოსავალს. ვთანხმდებით კი, ბუნებრივია, თუნდაც იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ ვკითხულობთ და გვესმის, რომ მაგალითად კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის ქონება დაისაკუთრეს და ვის ანგარიშშია ყველაზე მეტი 5 ტოპ ბანკია გამოვლენილი, ეს გახლავთ TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, ბაზის ბანკი, ქართულ ბანკი და ტერა ბანკი. პირდაპირ ეთერში გისმენთ, გამარჯობა. აგერო გამარჯობა. დიახ. მოგესალმებით. მე ცოტა საბრინდა თემა შევეხები. ესე ის არის თანხლითი. ისრიადი რომ გაპრეზიდენტებული იყო, გადაყვა ყველა. და იმის შემდეგ მარტო თანხლითები მოდიან და აი ეს კონტრაცეპტი რომლებსაც საერთოდ საბჭოთა კავშირის დროს მომავლებად არ დაიყენებდნენ. აი ეგენი გითურდა ეს ბუღალტერს არ დაიყენება რომელიმე პატარა ორგანიზაცია და ეს მოდის ამის შემდეგ აი წავული
ზრიადის შემდეგ. კარგით, თქვენს მადლობა ზარისთვის 557-88-55, შემდეგ მაყურებელსაც შეგიძლიათ შემოგვერთდეთ, ასევე რადიო მსმენელს, ვინც გვისმენთ, ახლა ამ დროისთვის 557-88-55-ზე. დიახ, რადიო სიხშირე FM 105 და 1 ეს უნდა მეთქვა. მოგესალმებით, გამარჯობა. შორენა გამარჯობა, ჩემო გოგონა. ძალიან ხოთ არ გამტიშოთ და მათქმევინოთ ჩემი საქმელი ბოლომდე. იმიტომ რომ თიშავენ ხოლმე. გისმენთ? მე რამეს ვიტყვი შორენა, შვილო. საქმე იმაშია რომ ჩვენ თავრობა თავისას ცდილობს. ბანკებიც მაგათია და ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ოპოზიციები ყავს 33 წელიწადია საბჭოთა კავშირი დაინგრა. შედიან ზიან და ჩვენი საწოდავი მოსახლეობის განსაჭირს არ ლაპარაკობენ. აი თუნდაც დღევანდელი ოპოზიცია რო არის შებრძანებული, აი დახარიეს საქართველოში. აქ პენსიების მომატებაზე ლაპარაკობენ, აქ ბანკებზე ლაპარაკობენ. და საერთოდ ოპოზიციები ყავს იმისთვის რომ შევიდნენ პენსიები რომ საპენსიები რომ გახდებიან კაი პენსიები გქონდეს, ახლა კარგად იცხოვრონ, კარგად იგულავონ, კარგი ცხოვრება გქონდეს. თავრობას რაც მომწყურებ, ჩვენ ოპოზიციები ვის გჭირდება? არ გჭირდება ეგეთი ოპოზიციები, როცა მარტო თავისი ცხოვრობენ და შედიან პარლამენტში. აი გამოდიან ახლა დღემდე შურო ისინი ოპოზიციონერებს გამოყავს ევროპა და ევროკავშირი ბაკარდინებენო. აი იმიტომ არ გამოდის ხალხი რომ ესენი არიან ფულის ოპოზიციები, ჯიბის ოპოზიციები. რატომ არ ლაპარაკობენ სოციალურ თემაზე, ამ ბანკებზე, აი პენსიებზე, აი როგორ ხო შეუძლიათ რომ ილაპარაკონ და გამოიყვანონ. არა, იმაზე ამახვილებენ ყურადღებას რომ ჯიბეები როგორ გაიწყებონ და როგორი დაკვეთებით აქვს, იმ დაკვეთებით მიყავთ პარადი ქუჩებში და ყველგან. და ძალიან კარგი რომ თავრობა მოიგონა ის კანონები, რომ არიდგა ტროტუარზე, იქ არის, იმიტომ რომ გამოდიან და რუსოს გაიძახიან, ასეთი ხარ, ისეთი ხარ და რეალური ოპოზიციები ჩვენ არ აქვს, საერთოდ არ აქვს. და ის უნდა გაყვეს მოსახლეობა ერთი ვიცოდე, გამოდის რომ გაიძახიან. არავინაც არ გავა. მოსახლეობის განსაჭირზე ვის არის ლაპარაკებს და პენსიონერებზე, უსახკაროებზე, სოციალურ დაუჭერებზე და განსაჭირზე ხალხი იყავდა, არავის არ დაუდგება გვერდში. ეს კარგად ჩაიდეჭირო კურსი. მადლობა მოწვენისთვის. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, დაგემშვიდობებით. მაყურებელს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ობიექტივის პირდაპირ ეთერში გადაცემა ინტერაქტივია. ჩვენ დღევანდელი სასაუბრო თემა თქვენ იცით, საუბრობთ ბანკის პროცენტებთან დაკავშირებით. ფაქტობრივად რამდენიმე ბანკი, 5 ბანკი არის ჩამონათვალში, სადაც მაგალითად 1 მილიარდი ლარის ქონება დაისაკუთრეს და ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი, ამ საკითხზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენ. 2025 წლის მეორე კვარტლის, უკაცრავად მეოთხე კვარტლის მდგომარეობით პროკრედიტ ბანკს, ასევე კიდევ არის რამდენიმე ჩამონათვალი ბანკის, სადაც დასაკუთრებული ქონება არ ფიქსირდება და მოდით კი ბატონო ავღნიშნოთ, ეს გახლავთ Silk ბანკი, Payseras ბანკი, Hash ბანკი და PayBank ჯორჯიას ანგარიშზე არის ეს აღნიშნული ნამდვილად, რომ დასაკუთრებული ქონება არ ფიქსირდება. თუმცა ეს არის კრედო ბანკი 32 მილიონზე მეტი თანხა არის აღნიშნული, VTB ბანკი, ხალიკ ბანკი, Liberty ბანკი და ასე შემდეგ. რამოდენიმე არის სადაც სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა როგორ გამოიყურება. ველოდებით შემდეგ მაყურებელს რაში ხედავთ გამოსავალს, მაშინ როდესაც გვიწევს მაღალ პროცენტებზე საუბარი. ბანკის მხრიდან დადგენილი, რა თქმა უნდა, მაყურებელია ხაზე? კი ბატონო, შემოვიყვანოთ ეთერში, ის პრიორიტეტია. გამარჯობა. მოგესალმებით, გისმენთ. მაყურებელს ობიექტივები ზეკა. ქალბატონო, ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ხართ და ჩვენ გისმენთ ყველა ერთად. გამარჯობა. დაუძიეთ. დიახ, ეთერში ხართ, ისაუბრეთ. დიახ, მე მიმაჩა მაინც კომპანია რომ არის ეს ქალბატონი.
ბრძანეთ თუ შეიძლება, ნუ დააყოვნებთ საუბარს. ქალბატონო, ლიბერტი ბანკიდან გამოყენებული მაქსი. დიახ, შემდეგ? გამოყენებული და ფუქდა. მეორე გამოვიდა სამიწელო და დაჩენილი. პირველად გამოვიდა ლიბერტიდან. გამოვიდა ის მე. განიმატეთ ქალბატონო ის წინავალი ისე და ოდივეს მახსოვი მოდელი ისე ბახლიდან და საკაული ჟაკანონია რეგალო. იცით რა არის ეს გაურკვევლობა თუ მოიკითხეთ თქვენ უშუალოდ ლიბერტი ბანკში თუ იყავით მისული და მოიკითხეთ ეს იყავი და იცით ყوان გამომიყალეს ქალბატონო რეორგანიზაცია მოხდაო და იმიტომ არის თუ ეგეთი ნაფარია რა არის ეს რეორგანიზაცია ფინავალს რომ აკეთებენ ახალვალს ეს არის რეორგანიზაცია გასაგებია. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, სწორედ ამ საკითხზე ვსაუბრობთ ჩვენ გაზრდილ პროცენტებზე და ადამიანები, რომლებიც ვერ იხდიან რეალურად, რამდენი ადამიანია ასეთი, რომელსაც აქვს ვადა-გადაცილება სესხზე და შემდეგ პრობლემური სესხი და შავისია და მთელი საკითხი. რაში ხედავთ გამოსავალს? შემდეგი მაყურებელი შეგვიძლია ეთერში შემოვიყვანოთ, გისმენთ ყურადღებით თქვენც გამარჯობა. მოგესალმებით შორინა ჩემო ლამაზო. გამარჯობათ. შორინა საყვარელო. ყველამ კარგად ვიცით თქვენ ქვეყანაში რა განუკითხაობა, რომ პენსიონერებს არაფრად არ აგდებს თქვენი მთავრობა, არის განუკითხაობა და დარჩობენ ამ პენსიონერებს კულტურულად ითმობენ ხელს, მაღალი პროცენტებს აკისრებენ. და აღარ მინდა ეხლა ჩამოვთვალო და ეხლა წინა მსმენელი. ლაპარაკობდა რომ აიო, თქვენ არ გამყვეთითო ისეთი პარტიებს, ვინც ევროპას გაიძახითო. ქალბატონო, მე აქედან თქვენ მოგიწოდეთ. თქვენ ნუ გაყვებით იმას, ვინც გაიძახით ევროპას. ვინაიდანაც და რადგანაც ევროპა თვითონ კორუმპირებულია. მაგრამ მარტო გახარია პარტია ხო არ არის. ნამდვილი ჭესპარიტი პატრიოტები ხო არიან. ამიტომაც დააკევით ჭესპარიტ პატრიოტებს. დაიცავით თქვენი უფლებები, მოითხოვეთ თქვენ რაც გეკუთვნით და ძალა ერთობაშია და დაიმარჯვეთ და ისინი ვეღარ გაბედავენ თქვენ ძარცაგლისას და მადლობთ მოსმენისათვის. დიდი მადლობა თქვენ ზარისთვის, რომ გვირეკავთ 557 88 55 88 და ჩვენს დღევანდელ ინტერაქტიულ გამოკითხვაში იღებთ მონაწილეობას და არა მხოლოდ დღევანდელ გადაცემაში თქვენ ყოველთვის ესე ვთქვათ ხშირი და აქტიური მსმენელი ბრძანდებით ჩვენი მადლობა რა თქმა უნდა ამისთვის. შემდეგ მაყურებელს დავალოდებით და ის ხაზე გყავს რა თქმა უნდა თქვენს გისმენთ მოგესალმებით. გამარჯობა. იმიტომაც გადაწყვეტილების თანამდებობაში გაჩარიდი. აი ეს რომ ამ პროცესზე მე განსხვავდეს აღიძებული ფსიქოლოგიური და 0.3 0.5% არ გაიწესეს. მაგრამ ისე გამომდინარე, გარკვევა გევარდე გომარობით ყველაფერი ბანკის გაუწყდა დინამარიაშები განსხვავებული მარაგის პოლიტიკა. აროვიდა ის სამართლებია ბანკებში მაგრამ ხელა დაწესვა ბანკები და ბანკი ფედერალ გადაწყვეტილებს პროცესს ორი აი როგორ ხარ იგივე არის საფრანგეთი გამაკეთებს თუმცა მანუქია აქეთა გავაი ერთ-ერთი საქართველოს შეიძლება თანამდებობაში რომ კონკრეტულად ბანკ უაიკოს ის პროცესს გაიძებს ამოდენიმე პროცესი Ora magari si arriva a fare un consiglio, a facciamo che la America tanto ulteriore, si deve creare banche di Somaliland. A sapere come არის ბადლობი. მადლობა თქვენ ზარისთვის. ცნობისთვის გეტყვით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბაზარზე სულ 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა. მთავარი და აღსანიშნავია ის, რომ კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის ქონება დაისაკუთრეს და ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი, სწორედ ეს სტატისტიკური ინფორმაცია გამოქვეყნდა დღეს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ახლა პირდაპირ ეთერში. ფინანსური ანგარიშ სწორების მიხედვით
მიხედვით დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით ტოპ 5 ბანკში შედის TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, ბაზის ბანკი, ქართულ ბანკი და ტერა ბანკი. მაყურებელი ხაზია, თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს, მაშინ როდესაც საკმაოდ მაღალ პროცენტულ სესხზე მაღალ პროცენტს გვთავაზობს ბანკი, რაში ხედავთ გამოსავალს, რა ასე ვთქვათ, ზომები უნდა იქნას გატარებული კომპეტენტური ორგანიზაციის მხრიდან. გამარჯობათ. შორენა საყვარელო. შორენა შეგვიძლია. შეგვიძლია რომ ლიბერტი კარებთან მივიდეთ. გადავკეთოთ პენსიონერებმა ლიბერტი ბანკი. და დავაჭეროთ 10,000 პენსიონერების ქურდები. ქვიშველეთ. და თავრობა მას გამოიწევს ყურებს. მანამდე არა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გამოსვლა პენსიონერების მხრიდან, თქვათ, საჯარო გამოსვლა იქნება შედეგზე ორიენტირებული? კარებში რომ შეუცებენ ლიბერტის თანამშრომლებს. დიახ. მაშინ მიიღებენ თომებს. მანამდე არა. დიახ. მილან. ძალიან კარგი, დიდი მადლობა თქვენს აზრისთვის. ძალიან კარგი იქნება, რომ ეს თქვენი ინიციატივა ნამდვილად იყოს დაორგანიზებული და სისრულეში მოყვანილი, თუმცა ფაქტი სულ სხვაზე მეტყველებს. საუბრობთ იმ პრობლემაზე, რომელიც უამრავ პენსიონერს აწუხებს და არა მხოლოდ მოქალაქეებს, რომელიც არ არის მაგალითად საპენსიო ასაკში. გაზრდილი პროცენტები სხვადასხვა ბანკიდან, რომელიც ადამიანებს ძალიან აწუხებთ. პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. გამარჯობა შორენა. დიახ. მე ახლა ძალიან კაი საკითხი გაქვს დღესა, მაგრამ აი ახლა ერთი რამე მინდა თქვა. ამას ცილებზე მთელი ჭორი ააგდეს, მაღაზიები უნდა დაიაფრდესო, რით უნდა დაიაფრდეს შორენა, ρίთა. ესე იგი, ამხელა გადასახადი გაუხადეს თითო სუპერმარკეტებში, ზოგში 30 წელი მაცივარი დგა. მithumetes ზაფხული მოდის. დაიცა, რით უნდა თავრობა დენს აწვირებს და მე მაგალითად სუპერმარკეტში ვქონდეს, ფასი დავაგდო და აბლა რით დავაგდო. ვაფშე თავრობა ხელს არ უწყობს არავის. ამხელა ტრანზიტი გადის, დენის ტრანზიტი, ზიკილია ახალციხის რაიონში, აშენდა ამხელა დენების შემკრები მიდის ევროპაში, 2010-ში ჩაბარდა. თუთერთმეტში. 8 წლის მერე თქვენი იქნება, არც იმაზე ლაპარაკობენ, იმ ენერგიიდან, რამე გვაქვს ჩვენა. რა ვიცი, ვაფშე ყველაფერი დაგაზრდილია, იმ დღესაც დავრეკე. არა, სახელმწიფოს უნდა გქონდეს დამოუკიდებელი ბუღალტერია. ვერ ვიგებთ ტრანზიტით, რა ფული შემოდის, რა გასავალია და ყველაფერი და მიშობულები არიან თავის ნებაზე. ეს ხალხი ტყუილა და ჩივის, აგერი არაფრის დამხარებლები არ არიან. მოდიშ მოგიხდით შეკითხებით. რას ვწარებთ? დიდი მადლობა თქვენ რომ შემოგვიერთდით. ეს თქვენი აზრია, რა თქმა უნდა, რასაც აუცილებლად მივესალმებით და დიდ პატივს ვცემთ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი გადაცემის ფორმატი თავისუფალი ხმა უნდა ისმოდეს და ამის საშუალებას მედია კავშირი ობიექტივი გაძლევთ. სწორედ აი ამ ფორმატიდან გამომდინარე ინტერაქტივი გვირეკავთ 557 88 55 88-ზე. კიდევ განსაკუთრებით იმ მაყურებლისთვის, რადიო მსმენელისთვის, ვინც ახლა შემოგვიერთდა, გეტყვით რომ საუბრობთ საკითხზე, გაზრდილი პროცენტები, რომელიც ძალზედ შემაწუხებელია მოქალაქეებისთვის, პენსიონერებისთვის და ასე შემდეგ. ასევე 2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია. რა შეფასება აქვს ჩვენს მაყურებელს, იცით ჩვენი საკონტაქტო, ასე რომ გეოლდებით შემოგვიერთდეთ. ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს ბანკია, რაც სტატისტიკურად 2025 წლის 11 თვეში 1.9 მილიარდ ლარს შეადგენდა და ეს თანხაწლიურად პროცენტული კუთხით თუ განსაზღვრავთ 7%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს TBC ბანკი იკავებს 1.1 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზეა კვლავინდებურად ლიბერტი ბანკი, საუბარია 115 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით არის გაზრდილი მოგების მაჩვენებელი.
ასევე მაღალი მოგება აქვს ბაზის ბანკს 100 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. კრედო ბანკის მოგებას რაც შეეხება 81 მილიონი ლარი იყო, რაც ასევე 40%-ით არის გაზრდილი. ქართულ ბანკის მოგება 40 მილიონ ლარს შეადგენდა, წლიურად 6%-ის კლება და პროკრედიტ ბანკს რაც შეეხება 28 მილიონი ლარის მოგება, რაც წლიურად ასევე 9%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი 54.8 მილიონი ლარის ზარალი აქვს VTB ბანკს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. ასევე დიდი ზომის ეს გახლავთ 22.6 მილიონი ლარის ზარალი Silk ბანკს და Hesh ბანკის ზარალი კი 10 მილიონი ლარი იყო. ზოგადად ქართულ ბანკის წმინდა მოგების მაჩვენებელი 2025 წლის თებერვალში. აი ამ ინფორმაციით ვართ დღეს ჩვენ თქვენთან და მაყურებლისთვის კითხვა, რაში ხედავთ გამოსავალს, მაშინ როდესაც კოლოსალურ მოგებაზეა არაერთი ბანკი გასული წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ხალხის, ჩვენი მოქალაქეების ჯიბის ხარჯზე. გელოდებით, რა თქმა უნდა, მოვისმენ, რა თქმა უნდა, იმ ადამიანების აზრს, ვისაც აქვს უშუალოდ ბანკთან ვალდებულება აღებული და ის პასუხისმგებელია იმ კუთხით, რომ აღებული ვალდებულება სრულად ჩაფაროს და უზრუნველყოს, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ საკითხზე, რომ იმდენად მაღალია პროცენტები, რომ ძირის დაფარვა ძალიან ჭირს, რომელიც წლებს მოიცავს და ხშირ შემთხვევაში ვადაგადაცილება ფიქსირდება, პრობლემურდება სესხი და ამ დროს ადამიანი ფსიქოლოგიურად ფაქტობრივად ჩამოშლილია. რას გზას უნდა სთავაზობდეს ამ დროს მაგალითად სახელმწიფო ადამიანებს, ან როგორი უნდა იყოს სხვა ფორმით მიდგომა ბანკების მხრიდან და ასე შემდეგ. თუ გაქვთ თქვენ კონკრეტული აზრი და თუ შეგიძლიათ გამოსავალზე გაამახვილოთ ყურადღება, რა თქმა უნდა, ჩვენ გელოდებით პირდაპირ ეთერში, რომ შემოგვერთდეთ და ისაუბროთ. ისევ და ისევ მივდივართ ჩვენ აი ამ ბანკების მოგებასთან დაკავშირებით, შესაძლოა ადამიანებს გიჩნდებოდეთ შეკითხვა, რომ აი რაში გვაინტერესებს ჩვენ ბანკების მოგება, ხალხისთვის არავინ არის, მაგრამ მერწმუნეთ, რომ პირდაპირ დაკავშირებულია, ხალხისთვის კი ნამდვილად არ არის არავინ, ასე გამოდის, იმიტომ რომ ჯერ ისედაც საკმაოდ დაბალი ხელფასებია საქართველოში დამეთანხმებით და ადამიანები, რომლებიც იძულების წესით სხვადასხვა მიზეზის და გათვალისწინებით ბანკისგან დროებით სესხს იღებს, იმდენად მაღალ პროცენტს ახვედრებს ბანკი, რომ შემდეგ უკვე სულ სხვა პრობლემებთან მივდივართ. დიახ, ქართული ბანკების წმინდა მოგების მაჩვენებელი, სანამ მაყურებელი შემოგვერთდება გეტყვით 2025 წლის 11 თვეში თუ როგორ გადანაწილდა. საქართველოს ბანკის მოგება, წმინდა მოგება, ასე რომ ვთქვათ, ეს გახლავთ დაახლოებით 1497 მილიონი ლარი. TBC ბანკიც ასევე 1113 მილიონი ლარით, პროცენტული კუთხით თუ გადავხედავთ, საქართველოს 7%-ის მოგება აქვს გაზრდილი, TBC ბანკ 3%-ით, Liberty-ის 12%-ით, ბაზის ბანკის მოგება 40%-ზე გადის, ისევე როგორც კრედო ბანკის, ქართულ ბანკი და ასევე პროკრედიტ ბანკი, ტერა ბანკი -7.9% გამოირჩევა, ხალხ ბანკს კი 0%-იანი მოგება აქვს. მიკრობანკი, კრისტალი, ეს გახლავთ, რომელიც 2025 წლიდან ოპერირებს 15.2 მილიონი ლარი, ეს სუფთა წმინდა წყლის მოგება, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. იშ ბანკი, რომელიც 13.9 მილიონი ლარი მოგება და რაც შეეხება პროცენტული კუთხით 9%-ით განისაზღვრება, ზირაათ ბანკი 6.6 მილიონი ლარი თუ კაცრავად და 16%-ით. მე რატო საუბრობ ამ ციფრებზე და ამ პროცენტებზე? იმ ადამიანებს, ვისაც უშუალოდ გაქვთ თქვენ და ხართ პარტნიორი ამ კომპანიების, ანუ ამ ბანკების, გარკვეული წარმოდგენა გექნებათ აი ამ ბანკის მოგებასთან დაკავშირებით, თუ ასე ვთქვათ, რა თანხებზე გადის და რა პროცენტს ხართ შეჭიდებული.
5-5-7-88-95 დავალოდოთ მაყურებელს. ხალხის გაღარიბების ხარჯზე საქართველოში ბანკები მდიდრდებიან და რაში ხედავთ გამოსავალს. რამდენიმე მაყურებელმა ვინც შემოგვერთდა ის პენსიონერი გახლდათ, რომელიც სახშფოთებულია, რომ საკმაოდ მაღალ პროცენტს იხდის და გამოსავალს ხედავს მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწილში, რომ უნდა იყოს აქტიური გამოსვლა პენსიონერების ქუჩაში და კონკრეტული მოთხოვნილებების საფუძველზე. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ბუნებრივად ჯერჯერობით უცნობია. მოგესალმებით, გისმენთ, თქვენ ეთერში ხართ. მოგესალმებით, ხალბატონო შორენა, მე მიყვარს რაღაცა თქვენ არ მოგწონთ, რომ ბანკებმა მოგება ნახეთ. ყველგან თელს სოფლიოში ბანკები მოგებას ხედავენ, აბა რისთვის უნდა იმუშაონ და თქვენ რა არ მოგწონთ აქ? ვერ გავიგე ცოტა უცნაური ის არის რა. პროცენტები თუ არის მაღალი, სამაგიეროდ პენსია ყოველწელს იზრდება. და კიდევ ხელფასებით იმატებს. და უკმაყოფილო რითი ხართ ეს თქვენი მოსაწონი არაფერი არ აღმოჩნდა. მართლა მეცინება გულწრფელად გეუბნებით, მომიტევეთ, იმიტომ რომ არ ვიცი რა შეფასება შეიძლება გავაკეთო. ალბათ შეფასებას ჩვენი ტელემაყურებელი გააკეთებს თქვენ საზრთან დაკავშირებით. თქვენ აღნიშნავთ, რომ პენსია ყოველწლიურად იზრდება, 20 ლარით რომ იზრდება, ამაზე საუბრობთ თქვენს და საკმარისია უკაცრავად. და კიდევ რა თქმა უნდა, მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული ბანკი, მაგრამ ჩვენ საუბრობთ 13-დან 30%-მდე მოგებაზე, სადაც თავად მაყურებელი აღნიშნავს, რომ წლებია ვიხდით და ძირს ვერ ვფარავთ. კარგით, შემდეგ მაყურებელს უსმენთ, გამარჯობათ. მოგესალმებით, გისმენთ. ეგ ვინ იყო? ეგ ფაშისტი ვინ იყო? ფაშისტი. ეგა. რა? 20 ლარი იყო აფია 1500 ლარი მიდა თვეში. 1500 ლარი მიდა თვეში წამლებში. 20 ლარი ფაშისტო. რა ხია? ესა. არ მინდა კიდე აფია 60% მიხდიდი. აფია კედოში გამაკიდინა სახკარი. აფია ფაშისტო ეგა. დიახ, აი წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულებაა საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრია არაერთი, ბუნებრივია და ჩვენ განსხვავებულ აზრს ყოველთვის ვცემთ, რა თქმა უნდა, პატივს, მაგრამ აი ესეთი დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ ახლა მოვისმინეთ წინა მაყურებლის მხრიდან, მართლა გასაკვირია და მომიტევეთ, რომ გამეცინა აი სხვაგანაირად მართლა შეფასებას ვერ გავაკეთებდი. მაყურებელი ყავს ასევე ხაზზე, შემდეგი გამარჯობათ. დიახ, ხალბატონო, თვითონ უნდა იცხოვროს ამ საშინელი პენსიი და ამისთან ხელფასები. მაგ ადამიანებმა, ვინც ასე განსაჯა, როგორ შეიძლება მსოფლიოში შეადაროს ხელფასებიც, თუ ადარებს, რომ ბანკები მუშაობს მოგებაზე, შეადაროს პენსიები და შეადაროს ცხოვრების პირობები. თურქეთი აგერ ლაპარაკობენ 4%-ია ისიც 6 თვის მე იხდიოდა ამ ხელა პენსიას განსაცვა უფასო. აქ ადამიანებს თუ არ ხოცავენ სპეციალურად საკვები ნორმალურ ეს ხო არ არის ყველა ეს არის არსებობა. ასე იცხოვროს მან და მისნაირებმა მეცად ხო. დიდი მადლობა თქვენს გასაგებია მადლობა ზარისთვის. ხალხის გაღარიბების ხარჯზე საქართველოში ბანკები მდიდრდებიან. რაში ხედავთ გამოსავალს? ველოდებით რა თქმა უნდა მაყურებელს, რომელიც დაგუკავშირდება და ის ხაზზე გვყავს, გისმენთ ყურადღებით, გამარჯობა. მოგესალმებით. შორენა როგორ ახლა? გმადლობთ. იმედია კარგია რომ არაფერი არ უცხარეთ იმგას. ოთახსოდენა. ხო, აი რა უნდა უთხრა ამ დროს ადამიანს? დიახ. კი ბატონო. თვითონ ვერ ხედა. როგორ შეიძლება? ბანკები დარჩოს ხალხი. ეს მოგება არ არის. ეს არის დასაფრიფული. ხალხის სისტემით, ხალხის ოფისგან პენსიონერ პროკურორს საკმარის კურს იგი როგორ შედება? რა მოგება, გამოგება მაგის. ეგ მოგება? ეგ აგება, მაგრამ არის ის მაგუბედურებმა. მე პირასულთან მაგეს. ამ კაცს კიდე არ ესმის. რა ვქნათ? ყველას ხო ვერ გააგებინეს.
ვერ გააგებინეთ რა არის ნერვიულობის სწორენა მაგრამ მის რო ასეთი ადამიანები არსებობენ ელსია საზღვარგარეთ დასავლეთ შედრება აი ის ესვარა რატრესია იქნება არის თვეში 65 მიკვითავეს 27 წლამდე უნდა მახსოვიდან 2019 წლიდან კი, სრულიად გეთანხმებით. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენ ზარისთვის და აზრისთვის, მათ შორის ნამდვილად გულსადკენია და აღმაშფოთებელია ის, რომ პენსიონერებს უწევთ ასეთი გაზრდილი პროცენტით ცესხის გადახდა არ ვიცი, უბრალოდ რა შეფასება შეიძლება გავაკეთოთ, მე მაგალითად ხელთ რომ მეწიფებოდეს, აუცილებლად ისეთი სტრატეგიით განსაზღვრავდი, რომ პენსიონერს რომ დასჭირდეს სესხი, ასე ვთქვათ, ბანკის მხრიდან პროცენტი იქნება, აუცილებლად პროცენტი გასაგებია, ნუ გარკვეული ფაქტორებიდან გამომდინარე, თუმცა ძალზედ მიზერული. ხო, აი ეს ჩემის მოსაზრებით, რა თქმა უნდა. მაყურებელია ხაზზე, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა დიახ მე უნდა გამოვეხმაურო ის კაცი რომ ამბობდა მოვიმატყაო პენსიებსო რა გინდათო მართალია მადლობელი ვარ მომიმატეს პენსია ძალიან პატრიოტიზმი ობახიძესაც ივანიშვილსაც განსაკუთრებით მიყვარს ალანზე მაგრამ დიდი ბოდიში მაგათთან ეს პენსია ავიღე ამოვედი გადავიხადე გადასახადები იქიდან ამოვედი აფთიაქში ამლები ვიყიდე ქოლესტერინის სამფირფიტას ამაში მივეცი 46 არის და რაღაცა ამლებზე დამაყრდა 5 ლარი ვერზე მდგომა მითხრა ახალგაზრდა გოგო იყო ვებო მე დაგიმატებო შემსხვა ჩემი თავი შემსხვა მე უკვე 80 წლისა ვარ შვილო და არაფერი შემიძლია ნატალია ოჯახშვილზალი მუშაობს შვილიშვილი მაგრამ სამაგიერო 6 სული ვარ საქმეში შვილო მე ისინი რო არ მეხმარებოდნენ პური რითი ვიყიდო მოგვიმატეს 45 ლარი მაგრამ ლარიანი პური გახადეს ლარი და 40 კი სრულიად გეთანხმებით ქალბატონო დიდი მადლობა სამწუხაროდ უნდა დავასრულოთ თქვენთან საუბარი პრობლემა ნამდვილად სერიოზულია გმადლობთ თქვენ ზარისთვის და პოზიციისთვის სწორედ რომ აი ამ საკითხზე ვსაუბრობთ ჩვენ რატომ არ არის ასე ვთქვათ კონკრეტული ღონისძიებები გატარებული იმ ადამიანების მხრიდან, იმ ორგანიზაციის მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან, ვისაც უშუალოდ ხელთ ეწიფება და ის პასუხისმგებელი და ვალდებულიც არის, რომ საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა უზრუნველყოს. და რაში ხედავთ გამოსავალს ჩვენ ამ კითხვით მოგმართეთ დღეს, ფაქტობრივად ჩამონათვალი, რაც სტატისტიკურად დღეს გავრცელდა ინფორმაციის სახით, კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარის ქონება დაისაკუთრეს და ვის ანგარიშზეა ყველაზე მეტი თანხა გადანაწილებული, სწორედ ეს გითხარით, ტოპ 5 ბანკი, ეს გახლდათ TBC ბანკი, საქართველოს ბანკი, ბაზის ბანკი, ქართულ ბანკი და ტერა ბანკი. დანარჩენი უკვე თქვენ უნდა განსაზღვროთ, რა თქმა უნდა. დიდ მადლობას გეტყვით გადაცემაში მონაწილეობისთვის, როგორც ტელემაყურებელს, ასევე რადიო მსმენელს, ინტერაქტივისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. მე შორინა ჭიაურელი გახლავართ და მომავალ ოთხშაბათს ახალი თემით გიბრუნდებით. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.